გამარჯობა, ვერძო, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს გაშლაზე, ვერძო. ჩვენ დავუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი გაშლა, ამიტომ გთხოვ, აიღო ის, რაც შენთან რეზონირებს, რაც არ არის, დატოვე. ასევე ნახე შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ისინი კიდევ უფრო მეც გაჩვენებენ. ვერძისთვის ეს იქნება დატვირთული კვირა, ეს იქნება მართლაც ინტენსიური კვირა, რადგან მარსი პირდაპირ შემოდის შენს ნიშანში, ასე რომ წარმოიდგინე ის გთხოვს იმპულსს, მაგრამ ასევე სიმშვიდეს, რომ არ იმოქმედო დაუფიქრებლად. დიახ, ეს არის მომენტი ინოვაციისთვის და წინსვლისთვის, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ საქმეები გააკეთო სიფრთხილის პოზიციიდან. ვერძისთვის ეს იქნება დიდი მოქმედების კვირა. მოდით ვნახოთ, რა უნდათ გითხრან ანგელოზებმა, რა უნდა იცოდე ანგელოზებისგან ვერძო. კარგი, არც მეტი, არც ნაკლები, მთავარანგელოზი გაბრიელი. მე ვარ ღვთაებრივი მაცნე, რომელიც მოაქვს სიცხადე და ხელმძღვანელობა, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ზუსტად ასე, არა? იმ მომენტში, როცა ეჭვი შემოგიტევს, როცა გაურკვევლობა შემოგიტევს და იმ გაურკვევლობისა და ეჭვის შუაგულში შენ გინდა იმპულსურად იმოქმედო, არა, იმით, რაც ვერც ახასიათებს მედიტირე დაფიქრდი, ისუნთქე, რადგან შენ მაპატიე გჭირდება გონებრივი სიცხადე. ამიტომ მთავარანგელოზი გაბრიელი მოვიდა ყველაზე შესაფერის დროს, რადგან ის ამბობს, რომ ის მოდის შენი გონების გასანათებლად, რათა არ დაიბნე გასანათებლად და სიცხადის მოსატანად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღო ზუსტად და არა დაუფიქრებლად. და ასევე შენი გულისთვის დაგეხმარება შენი სიმართლის კომუნიკაციაში, მაგრამ სიმართლე, რომელიც უნდა იყოს გაჟღერებული თანაგრძნობით და არა აგრესიულად. მიუხედავად იმისა, რომ თავს დაბნეულად და შეშინებულად გრძნობ გამოხატვისას, გახსოვდეს, რომ შენი ხმა ძალიან ძლიერია, მით უმეტეს ამ მომენტში და ამ კვირაში. გახსოვდეს, რომ შენი ხმა იმდენად ძლიერია, რომ იმსახურებს მოსმენას. როცა გჭირდება სიცხადე შენ სიტყვებში ან გადაწყვეტილებებში, მომიხმე, რადგან ერთად შევძლებთ ვიპოვოთ შენთვის ყველაზე ავთენტური გზა. ეს არის კვირა ვერძისთვის, რომელიც განსაზღვრავს ცვლილებას ბევრ რამეში. კარგი, ვნახოთ უპირველეს ყოვლისა საუბრებში, რომლებიც გადადებული იყო, ან რომლებიც დაანონსებული ამ კვირისთვის, რათა დაზუსტდეს რაღაცები. საქმეები, რომლებიც შენს ამ ცვლილებისკენ გიბიძგებს. ნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები, ვერძო. შეგახსენებ, რომ ეს ყოველთვის ზოგადი გაშლებია, შეიძლება ზოგჯერ შენთან რეზონირებდეს და ზოგჯერ არა. გარდა ამისა, შესაძლოა შენ გინდოდეს ჩემთან პირადი კონსულტაცია და ამის გაკეთება შეგიძლია ჩაეწერო ვებგვერდის საშუალებით. შენ ყოველთვის დაინახავ მისამართს აქ ვიდეოში და ასევე გაქვს დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანში, რომელიც პირდაპირ მიგიყვანს გვერდზე და იქ შენ შეგიძლია აირჩიო შენთვის ასურველი გაშლა. ვნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები ახლა ამასთან დაკავშირებით. კარგი, მონეტების 5-იანი, ხმლების 7-იანი და მონეტების 3-яნის კარტი. იცი, რომ გადაწყვეტილებები მოდის იმ საკითხებისა და ცვლილებების ხელით, რომლებიც მოდის შენი სიმართლის კომუნიკაციის, მაგრამ ასევე იმის მეშვეობით, რაც შეიძლება იყოს ფინანსური ან სამუშაო კორექტირებები. მონეტების 5-яნის კარტი არის კარტი, რომელიც გვეუბნება, რომ ამ მომენტში აღარ უნდა ვიგრძნო, თითქოს მარტო ვართ ყველაფერთან ერთად. უპირველეს ყოვლისა, ეს ასევე არის კარტი, რომელიც გვაშორებს ემოციურ პრობლემებს ან ემოციურ კონფლიქტებს, რომლებიც გამოწვეულია სასოწარკვეთით, სევდით, იმით, რაც შენს მხრიდან შეიძლება უსამართლობად იგრძნობოდეს. არა, მე არ ვიმსახურებ ამის გამოცდას და თავს ვგრძნობ ამ კავშირის გარეთ. თავს ვგრძნობ იმ სასიყვარულო რეალობის გარეთ, რომელიც მე მინდა. კარგი, მონეტების 5-იანი არის კარტი, რომელიც ამბობს, შენ უნდა მოიცადო და გაიგო ამ დღეებში, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ამიტომაც არის მთავარანგელოზი გაბრიელი შენს გვერდით, შენ არ შეხვდები ამ კრიზისს ან ამ პრობლემას მარტო. დახმარება ახლოსაა. შეიძლება ეს იყოს დახმარება, რომელსაც სხვებს უზიარებ, ან ის, რომ შენს გესმოდეს, რომ ეს სიტუაცია, რომელიც მონეტების 3-იანს მოაქვს, არის დახმარება, ან რომ შენ თავად ეძებ მას მარტო იმის გაგებით, რომ სირთულესა და კრიზისშიც კი შეიძლება შეამჩნიო კურთხევა და იქ მოდის გამოსავალი. მეუბნება, რომ ნეგატიური აზროვნება მოაქვს ტკივილს, მოაქვს მეტი ტკივილი, მოაქვს მეტი გაურკვევლობა და მოაქვს სიტუაციები, რომლებიც ამ მომენტში უპირატესად არ გჭირდება, არა, პირიქით. ამიტომ ეცადე ასევე მოაწესრიგო, ან მისცე წესრიგი შენს აზრებს უფრო ნათელი გზით. ამიტომ არის მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც მოდის შენს გონებაში სინათლისა და სიბრძნის მოსატანად. და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხმლების 7-იანი. შენ შეიძლება იღებდე გადაწყვეტილებას მიმართულების შეცვლაზე იმ გარკვეული ტაქტიკის ან გეგმის მიმართ, რომელსაც ავითარებდი, რომელიც თავიდან გეგონა, რომ შედეგს მოგიტანა და ასე არ მოხდა.
რადგან არა მხოლოდ ჰქონდა რაღაც დაბრკოლება დასაწყისში, არამედ იყვნენ ადამიანები ან სიტუაციები, რომლებმაც გამოიწვია მეტი გაურკვევლობა, მეტი დაბრკოლება და მეტი ჩახლართულობა. შეიძლება შენ აპირებდე რაღაცის მოგვარებას, ან იმ მიზნის მიღწევას, ან იმ მიზნის გამარჯვება დახქმას, მაგრამ გჭირდება დააზუსტო რაღაც სიტუაცია, რომელიც ხელიდან გისხლდება. დიახ, როგორც არ უნდა იყოს. დღეს ცხოვრება გეუბნება, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება, აირჩიო განსხვავებული მიმართულება, ან შეცვალო შენი სტრატეგია, უფრო ჭკვიანი, ან უფრო რეალისტური, უფრო ჭეშმარიტი სტრატეგია. და უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის მომენტი იმისთვის, რომ მარტო იმუშაო, ან გინდოდეს მარტო ყოფნა რაღაც კონკრეტული საქმისთვის, რომელიც ეხება სამუშაოს, ან ასევე ცხოვრებას, რადგან არის მონეტების სამიანი. ამიტომ გრძნობ, რომ შესაძლოა შენ უკვე გინდოდეს რაღაცის მოგვარება. უკვე არა, ეს უნდა გავაკეთო. რადგან ეს გამოსავალი გამხდის ფინანსურად დამოუკიდებელ სამისგან, დიახ, რომ შემიძლია გავერიდო. რადგან ცხადია, შევიცვლი მიმართულებას, შემიძლია გავერიდო ბოროტ განზრახულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩემგან, ჩემი სამუშაოდან, ჩემი ცოდნიდან, ან სხვა რამიდან სარგებლის ან უპირატესობის მიღება. მე უკვე დავიღალე, მინდა გავიდე ამ სიტუაციიდან და მინდა გავაკეთო ჩემი საქმე. და ეს არის ის, რასაც გეუბნება, ისუნთქე, სიმშვიდე, რადგან შეიძლება არ იყოს საუკეთესო მომენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოგვიანებით არ მოხდება, მაგრამ შეიძლება ეს არის მომენტი, სადაც დღეს ვერძო შენ გეთხოვება, რომ გაუზიარო სხვებს, იყო კარგი, ფრთხილი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი და ჭეშმარიტი და ავთენტური და შეძლო ამ ნიჭის ჩვენება, არა და შეძლო ამ ცოდნის ჩვენება, მაგრამ სხვა ადამიანებთან ერთად, რადგან იქიდან გამოხვალ სარგებლით, იქიდან გამოხვალ ძალიან სარგებლით. მონეტების სამიანი არის სამუშაო, რომელიც იყოფა, რომელიც იგება, ასევე ძალიან ნაყოფიერი, მომგებიანი. თუ შენ ღია ხარ ამის გაკეთებაზე, შენს გარშემო არსებულ კონტექსტთან ერთად, არა. შეიძლება იყოს ისეთი თემაც, სადაც ის საუბარი და ის გონებრივი სიცხადე, რომელიც შენ გჭირდება და ემოციურიც მოვიდეს შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან შეთანხმების მომენტთან ერთად, სადაც მყარდება გარკვეული საკითხები, არა, გარკვეული საერთო წერტილები, რომლებიც არ ჩანდა. იყო განსხვავებები. მაშინ შენ ამბობ, ეს უკვე მეც ვეღარ გაუძლებს, მინდა დავასრულო ეს ურთიერთობა, უკვე დავიღალე. კარგი, სიმშვიდე, რადგან შესაძლოა იცვლებოდეს საკითხი. ვის აინტერესებს, ვისაც არ აინტერესებს, გააკეთოს ის, რაც უნდა. მაგრამ გარდა ამისა, ნებისმიერი სიტუაციის პოტენციური განვითარება, რომელსაც ახლა გადიხარ. შენთვის ძალიან ხელსაყრელია გაიგო, რომ საჭიროა გახსნა სხვების მიმართ. გაიზიარო, მიიღო დახმარება, რადგან ესეც შეიძლება გაიგო როგორც დახმარება. ეს არის ამაში. ეძღვნებოდე, დიახ, იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს ვერც, რამდენადაც შეუძლია. პიროვნული ან ასევე პროფესიონალური განვითარების დიდ ფაზაში, შემოქმედებით ინიციატივებში სხვა ადამიანებთან ერთად. და შენს გქონდეს მუშაობის სურვილი იმ კარგი განწყობით, რომელიც შენ გახასიათებს, რადგან ადრე თუ გვიან შენ დამოუკიდებელი იქნები ამისგან და გაითვალისწინებ შენი ცხოვრების დარეგულირებას იმის მიხედვით, რაც შეიძლება იყოს ის, რისი მიღწევაც ახლა გინდა, მაგრამ რომელსაც აქვს პროცესი. ხმლების დედოფალი არის კარტი, რომელიც ძალიან გეხმარება სათანადოდ იფიქრო და ისაუბრო. განსაკუთრებით თუ საჭირო რაიმე გაუგებრობის ან კომუნიკაციის სიტუაციების მოგვარება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის მოგიტანს უპირატესობებს, არა? რადგან ეს არის მომენტი, სადაც შენ ნამდვილად აღნიშნავ მას უპირატესად, როგორც შენი ცხოვრების ეტაპს, რომელიც ეძღვნება პროფესიას, სამუშაოს, საქმიანობას და სწორედ იქ მოგვარდება საქმეები. მე ვგრძნობ, რომ შენ საკმაოდ ხარ დაკავებული იმით, რომ დადგე ძალიან საინტერესო და ძალიან ხელსაყრელ ადგილას ამ პოზიციაში შენი პიროვნული და ეკონომიკური პროგრესისთვის. მაგრამ შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ასევე უნდოდეს ემოციური სიტუაციების მოგვარება. და ეს იწვევს იმას, რომ შენ ჩანდე, თუ კარგად ხარ ორიენტირებული იმაზე, რაც არის პიროვნული სიტუაცია სამუშაოს დონეზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შენ ცივად და დაშორებულად ჩანდე. მაგრამ შენ ასევე ნიშნავ იმას, რაც არის საზღვრები, რადგან აქ ისევ ხმლების დედოფალია. საზღვრები, სიმართლე, სამართლიანობა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს გაყენებს. შეიძლება შენ swamde წერტილს ისეთ სიტუაციაზე, რომელიც დღემდე გაზიანებდა. რაც არ იყო ძალიან ხელსაყრელი, რაც არის იქ ხმლების 7-იანში, არა? რომ არ არის საქმე იმაში, რომ შენ უნდა შეიცვალო მიმართულება, არამედ იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ გინდა გაერიდო სიტუაციებს, რომლებიც არ არის ხელსაყრელი ან ადამიანებს, შენ სვამ გარკვეულ საზღვრებს,
რადგან შეიძლება ვერ გაერიდო, რადგან მუშაობ ამ ადამიანთან, ცხოვრობ ამ ადამიანთან. ან ეს ადამიანი იქ არის შენ ცხოვრებაში რაღაცისთვის, მაგრამ შენ ასრულებ ჭკვიანურად და ხელსაყრელად იმ ნათელი აზროვნებით, რომელიც შეესაბამება შენს ემოციურ ბალანსს, საზღვარს და კორექტირებას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ დამოუკიდებელი გახდეთ შემაწუხებელ სიტუაციისგან. ასევე შეიძლება გეხმარებოდეს ადამიანის საკითხების შესასრულებლად სრულიად ამ მკაცრად, არა? რადგან ის, რასაც ხმლების დედოფალი ამბობს, არის რაღაც ძალიან ობიექტური და ძალიან ჭეშმარიტი. ამიტომ ის არ მიჰყვება მომენტის ემოციებს. ამიტომ ის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს მზაყვარი, შეიძლება ასევე გეხმარებოდეს ხელსაყრელად გადაწყვეტილებების მიღებაში და შენთვის ხელსაყრელი პრივილეგირებული პოზიციის მოპოვებაში ამ მომენტში. რადგან როგორც არ უნდა იყოს, შენ ძალიან მალე გახდები დამოუკიდებელი ამ ყველაფრისგან, არა? მათ შორის თუ გინდა გაიკვლიო გზა რამე პიროვნულში, სამუშაოში, ან ასევე გინდა მოაგვარო ემოციური სიტუაცია, სადაც გინდა დაიწყო ქულების დამატება ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა. იქ გაქვს კვერთხების პაჟი. კვერთხების პაჟი არის რაღაც ძალიან საინტერესო დასაწყისი, საინტერესო შემოქმედებითი და გაფართოების დონეზე, რაღაც რისი გაკეთებაზეც არ დააყოვნებ. და მოდის, რომ ძალიან დაგეხმაროს ასევე იმაში, რომ შეძლო მონაწილეობა მიიღო შემოქმედებით პროექტში. ეს შეიძლება გადაიზარდოს მონეტების სამიაში, როგორც არ უნდა იყოს, რომ შენ იმ გარემოში იმ ადგილას და იმ სამუშაოზე აჩვენო უკიდურესად შემოქმედებითი გაფართოებული და იმ სიტუაციასთან ძალიან შეესაბამისი დამოკიდებულება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ასევე რაღაც, რაც ჩნდება როგორც მომენტი, რომელიც მოულოდნელად გვხვდება და მოდიან და გთავაზობენ ამ სიტუაციას და შენ მას იღებ როგორც ძალიან ხელსაყრელ შესაძლებლობას, რადგან ის ასევე გაზრდის შემოსავალს. არა, მაგრამ ეს არის პაჟი, ეს არის დასაწყისი, რომელიც ძალიან არის დატვირთული ვნებით და ადრენალინით, რომელიც ასევე გიბიძგებს ვინმე დაინტერესდე, რადგან საბოლოო ჯამში ასევე ჩნდება შესაძლებლობა გქონდეს ძალიან გულწრფელი დიალოგი ვინმესთან და მოაგვარო საქმეები, ან მისცე უფლება ვინმეს გაგიცნოს, ან ვინმემ კარგი მოგიახლოვდეს და რაღაცნაირად შენც ამ დარჩე ხელსაყრელად შეთანხმებული ამ ადამიანთან და შეძლო წინ წახვიდე ამ ყველაფრით. კვერთხების პაჟი არის ძალიან შემოქმედებითი კარტი, ეს არის სამუშაოს კარტი და ეს არის ასევე მომავლის პროექციის კარტი. რადგან თუ შენ აიღებ პასუხისმგებლობას თავიდანვე, რადგან გაგიტაცებს ის, რასაც გაჩვენებენ, რადგან მოგწონს დავალება, დარწმუნებული ვარ, გექნება საოცარი წარმატება. მსოფლიოს კარტისთვის არა, იგივეა თუ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, მსოფლიო არის კარტი, რომელიც ვერ შეეუბნება, რომ სიტუაცია უდიდესი წარმატებით სრულდება. ხედავ რომ გითხარი, ადრე თუ გვიან შენ აღწევ იმას, რაც გინდა. ამიტომ მე ეს მსოფლიო ასრულებს სიტუაციას, აგვარებს რთულ სიტუაციას, პოულობს გამოსავალს იმ ძალიან რთულ პრობლემაზე. შესაბამისად შეიძლება გავიგოთ, რომ ის იმყოფება იმ ადგილას და იმგვარად, როგორც ყოველთვის სურდა. მისი ცხოვრება მას ამ ბევრ ანაზღაურებას მოუტანს. სამუშაო ვერც ბევრ ანაზღაურებას მოუტანს, მაგრამ ასევე ურთიერთობებიც, ან განსაკუთრებით იმ ურთიერთობაში, რომლის კონსოლიდაციაც შენ ამ მომენტში გსურს. და ასევე მსოფლიო გველაპარაკება უფრო დიდ წარმატებაზე. შეიძლება ასევე იყოს ის, რომ შენ მონეტების სამიაში პოულობ შესაფერის მომენტს. მას შემდეგ, რაც გაივლის ამდენი შეჯახების ენერგიის მომენტი, რაც არის, არ არის ისე, რომ შენ გინდოდე შეჯახებაზე წასვლა. არამედ ეს არის რაღაც, რაც კონკრეტულად ხდება ვერტში ამ მომენტში. შენ სიტუაციას შესაფერისად თვლი, რათა შენ სამყაროში გაამყარო სიმრავლე და კეთილდღეობა, რომლებიც აზრიანს ხდის იმ რეალობას, იმ ოპტიმალურ ურთიერთობას, რომელიც შენ გინდა. ან ამ კონტექსტში იპოვო ვინმე, ვინც ნამდვილად აზრიანს ხდის შენს რეალობას, ვინც შენთვის ღირებულია. მსოფლიო მოიცავს უამრავ სიტუაციას, რომელიც საშუალებას გაძლევს დატკბე და სრულყოფილად ისიამოვნო ყველაფრით, რაც გაქვს და ასევე იმით, რაც მოვა. შეიძლება მსოფლიო და მონეტების სამიანი იყოს სამუშაო ადგილის კონსოლიდაცია, ჯილდო, სერტიფიკაცია, ან რაღაც, რასაც იღებ ფულადი სახით, ან რაღაც, რასაც იღებ როგორც პირად ჯილდოს, რაც აღიქმება, როგორც რაღაც აბსოლუტურად ბრწყინვალე, რაზეც საუბარი ზედმეტია. რადგან ეს არის მომენტი, როცა ადამიანი აღწევს რაიმე უფრო დიდს. ამიტომ კარგი წარმოიდგინე რა მოდის. ღირს ეს მომენტი? დიახ, ღირს ორჯერ ან სამჯერ დაფიქრება მოქმედებამდე და არა რეაქციულად. დიახ, რადგან ეს გვეუბნება, რომ შენ ცხოვრებაში აუცილებლად ინტეგრირდება სიტუაციები, რომლებიც გაგრძნობინებს უზარმაზარ სიმრავლეს და სრულყოფილებას.
იმიტომ კარგი შენ იღებ ფაქტებს, უკავშირდები ადამიანებს, გაქვს ის საუბარი, რომელიც ძალიან მალე იქნება აღნიშნის ღირსი. კარგი, რიცხვი 66 მეუბნება, რომ შენი მფარველი ანგელოზი შენ ცხოვრებაში მოაქვს იმას, რაც არის ბალანსი და უპირობო სიყვარული. და გიბიძგებს გქონდეს რწმენა, რადგან ამბობს, რომ სამყარო გაწვის ყველაფერს, რაც გჭირდება შენი სურვილის მანიფესტაციისთვის. და როგორც მონეტების ხუთიანთან ერთად გითხარი, უნდა იყო პოზიტიური. ამიტომ უნდა დაადგინო ეს ვერძო. მე ვარ პოზიტიური. მოდით, ვირწმუნოთ და დავადგინოთ, რომ მთელი ეს სიმრავლე და ეს სიყვარული მოდის თქვენსკენ.